მოგესალმებით, მინდა რამოდენიმე სიტყვით გითხრათ იმას, რაც ვფიქრობ და რაც ჩემზე იწერება, რომ მოვფინოთ ნათელი არის თუ არა მართალი ეს ყველაფერი. პირველი, ის რომ რაც იწერება, რომ მაქვს ოპერაციები გაკეთებული, მინდა გითხრათ, რომ ოპერაციები არ მაქვს გაკეთებული. ჩემი ცხვირი, ჩემი ტუჩები, ჩემი ის. არაფერი გაკეთებული არ მაქვს. დავშვიდით, დაწყდათ, დავკდით. ხო, ეს იმათ ეხება, ვინც ამას წერს, თორე იმ ხალხს შემოვევლე, ვინც მაქებს და ვინც მხარს მიჭერს, ძალიან საყვარლები არიან და მართლა ძალიან მიყვარან ყველანი, ვინც მე მიჭერს მხარს. ხო. რაც შეეხება იმას, რომ მერაბიზე ამბობენ, რომ მერაბი თავისი ცოლი რომ არ ყოფილიყო, მერაბი ამას ხალხი მერაბიზე არ ილაპარაკებდა და თავისი ცოლმა გაქაჩა და რაღაცა უაზრობები. აი, რა უაზრობაა ეს, ხო? მერაბი მღერის უმაგრესად და თავისი თავი გაქაჩა თვითონ, თავისი სიმღერით, თავისი ნიჭით. ხალხმა შეაფასა და ინახა, რომ კარგად უმღერის და ეხლა მე რა შუაში ვარ, კაცო. მე რა შუაში ვარ, მე რა ვქენი ახლა, არაფერი არ მექნია, ხო? ხო, და ეგეც მცდარი შეხედულება. მესამე. მესამე ისე ჩემზე იძახიან, რომ აუ, გარეგნობა აქვს, მაგრამ რაღაცა ისეთიაო, გაუნათლებელიაო, ხო, გაუნათლებელი არის ცოტა ლოგიკა არ აქვსო და ვერ საუბრობსო. მინდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი ვსაუბრობ, მაგრამ რახან არ ვიყავი აქეთ მხარეს, ქართულის ცოტა ოდნავ გადავეჩვიე, მაგრამ ისეც არ ვარ, რომ სტობი არ მახსოვდეს და რაღაცა პატარა აქცენტი შეიძლება მქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლოგიკა არ მივარგა და აუკაცრავად და გაუნათლებელი ვარ. ხო, ეგ ერთი. და გაუნათლებლობაზე თუ მივა საქმე, მოდი შევეჯიბროთ, ვინ უფრო ბევრი ენა იცის, მე თუ შენ. ის ვინც იძახის, რომ გაუნათლებელი ვარ. და არა მხოლოდ მაგ მხრივ. ხო, არ მინდა ჩემი თავი ვაქო რაღაცეებში, მაგრამ უბრალოდ ვიცი რა არის? ის არის რა, უბრალოდ რა გეუბნებიან ცუდ რაღაცებს, ეგ არის რა, უბრალოდ, თორე მე რა? მე არაფერი არ მაყლდება საერთოდ. ხო, ამიტომ მაგას ნუღა იტყვი. შენ, ხო, აი შენ. ვინც მაგას იძახი, ნუღა იტყვი, კარგი? მე მართლა დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ მოვუხატო მერაბის მაყურებელს და ძალიან დიდი იმედები მაქვს, რომ მხარს დაუჭერენ ამ რთულ მომენტში მას და მინდა რომ ძალიან მიხარია რომ გადავიდა 4 სკამზე და მე მაქვს ხალხის იმედი, იმ კეთილი ხალხის იმედი, ვინც ყველაფერს ნათელი თვალებით უყურებს და ამ ყველაფერს ხედავს ისე როგორც არის და ისე არა როგორც 1-2 უყურებს ცუდები. კიდევ კარგი რომ მხოლოდ 1-2-ია ცუდი და არა ყველა. ძალიან მიხარია ეს ფაქტი. ნუ კარგი დაგემშვიდობებით და იმედია ასე თუ ისე ცრუ ინფორმაციები გავასაჯარავე და ყველამ მიხვდება თუ რა არის სიმართლე და რა არის ტყუილი. Bye.